პირველ რიგში როცა არასამთავრობოებზე ვსაუბრობ, თუ ნაღვნიშნოთ ის, რომ ალბათ ერთადერთი გამოსავალია ხოლმე ხშირად მოსახლეობის, რომ მიიღოს უფასო თუნდაც იურიდიული დახმარება და მე ყოველთვის საიას მაგალითებს ვსაუბრობ ხოლმე, რადგან თუ ვინმე როდესმე ყოფილა, ნახავენ რამხელა რიგი დგას ხოლმე, რამხელა რიგი დგას ადამიანების, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა რომ ქონდეს მაგალითად ადვოკატის რაღაცა ქირაობის საშუალება და ეს ადამიანები სრულიად უფასოდ ემსახურებიან ხოლმე ამ ადამიანებს, უფასოდ უწევენ რეკომენდაციებს და თუ ვინმეს ის გრძელი რიგი უნახავს, მარტივად მიხვდება რა მნიშვნელობა აქვს. კიდევ არის ბევრი საკითხი, მაგალითად ის თუ ევროკავშირი და ფინანსდებიან ეს ადამიანები ფინანსდებიან ზუსტად იმ საქმისთვის, რა საქმესაც ემსახურებიან. არ ვიცი ეს იქნება ბავშვთა უფლებები, ეს იქნება რაღაცა ნებისმიერი კანონის, არ ვიცი, დახვეწა თუ რაღაცა შიგნით, როდესაც რაღაცები გაფუჭებულია იმის გამოსწორება და ამ შემთხვევაში ისევ საიას მაგალითს მოვიყვა რაღაცა ბევრი ადმინისტრაციული მუხლი გაუსაჩივრებია საკონსტიტუციაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არის მიღებული და ჩემთვის აქ ნათელი მაგალითია, რას ემსახურებიან ეს კონკრეტული ორგანიზაციები, ხო, ზოგი ბავშვთა უფლებებს იცავს, ზოგი ქალთა უფლებებს იცავს და ასე შემდეგ. დღეს მათ მიმართ განხორციელებული ეს რაღაცა დამსჯელობით საქციელი ერთადერთ ამას ემსახურება, რომ ამ ადამიანებს შეუზღუდონ თავიანთი საქმიანობა, რომ მოსახლეობას აღარ ქონდეს იმედი, რომ სადღაც ვიღაცა შეძლებს მათ დახმარებას და რაღაცნაირად უკანასკნელი გზაც შეგიზღუდონ, სადაც შეგიძლია არ ვიცი სიმართლე იპოვო თუ რაღაცა ადამიანურად დამშვიდე, რომ შენი პრობლემის გადაჭრა ვიღაცა შეუძლია და ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში თუ რაღაცებს არ მივხედეთ, კიდევ და კიდევ უფრო გამკაცრდება. არ ვიცი, არ დაკმაყოფილდებიან მარტო მათი დაყადაღებით და შეიძლება დაჭერაც დაიწყონ და საზოგადო პირველ რიგში საზოგადოებისთვის იქნება ცუდი, მეორე რიგში ღრმად რო შევყვეთ, ხო, რეალურად ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც ცუდი იქნება, იმიტომ რომ თუნდაც მე გარკვეული ვარ, ის თანხები ევროკავშირიდან და შემდგომ რამდენი თანხა შედის იქიდან ბიუჯეტში და ძალიან დიდია ეს შესაბამისად ძალიან რთული და მასშტაბური საკითხია, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ასე და ამ ფორმით ებრძვიან არასამთავრობო ორგანიზაციებს. უვიზო რეჟიმის შეჩერება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენი წელი მოვანდოვეთ ზოგადად, რომ მაგისთვის მიგვეღწია, რომ აქამდე მივსულიყავით, ძალიან ბევრი შრომა იყო ამაში ჩადებული და პირველი საფრთხე ჩემთვის ის არის, რომ ამის დაკარგვის შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი ხანი დაგვჭირდება ისევ თავიდან რომ მივახციოთ მაგ ეტაპამდე. მეორე ორი ამბავი ყველაზე ისეთ მარტივად რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცა 3 თვით მიდიოდნენ მაგალითად და თავისი ოჯახისთვის რაღაცნაირ შემოსავლის წყარო იყო, ეს ადამიანები ვეღარ შეძლებენ ამით სარგებლობას. ვეღარ შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც რაღაცა გაცვლით პროგრამებით დადიოდნენ ან ორთვიან კურსებს იღებდნენ და თავის სტაჟს იმაღლებდნენ, ვერც 3 ვეღარ შეძლებენ სარგებლობას და ვფიქრობ, რომ მარტო ის არ იქნება, რომ ვიზო შეგვიჩერდება, ანუ თვითონ საელჩოებშიც გართულდება ვიზის აღება და რთულია, ძალიან ცუდია, რომ ეს მოპოვებული უნდა დავკარგოთ, მაგრამ იქვე ვფიქრობ, რომ ალბათ საჭიროა ეს ზუსტად იმისთვის, რომ ევროკავშირში არიან საქმიანი ხალხი და ერთხელ გაგაფრთხილებენ, ორჯერ გაგაფრთხილებენ, სამჯერ და ხა შენ არაფერს მის რჩევას არ ითვალისწინებ, სადღაც იყენებენ იმ ბერკეტს, რითიც ბევრი სიკეთე მოგცეს, რომელიც შენ არ შეიდგე და მე რა თქმა უნდა გათბევენ მაგ სიკეთეს და მე მომხრევარ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას გამოვხიზლეთ და დავინახოთ, რომ რეალურად ძალიან ბევრს კარგავთ იმის მიღმა, რაც სიტყვაზე, არ ვიცი, შეიძლება იყოს მოგზაურობა. ბევრი რაღაცა სიკეთე ახლავს კიდე ამ ყველაფერს და